თბილისის მერიაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან, მინაშენთა ასოციაციის წევრებთან და არქიტექტორებთან შეხვედრა გაიმართა. თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ხუმსიშვილმა და მერიის არქიტექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ღოღობერიძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს კანონპროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ. კანონპროექტი სამშენებლო ნებართვის მიმართულებით ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტი დაახლოებით მუშავდებოდა უკვე 2 თვის მანძილზე. დღეს გავაცანეთ ეს კანონპროექტი. ერთი კვირა გადაეგზავნება ყოველივე აბსოლუტურად სრული მასალა, როგორც კანონპროექტის პრეზენტაცია. ერთი კვირის ვადაში ველოდებით მათგან უკვე ასე ვთქვათ შეჯამებულ რეპორტს, რა სახე არის მათთვის მისაღები და რა დასაბუთებელი შენიშვნები შეიძლება ამასთან მიმართებაში იყოს. შემდგომ ის გააგრძელებს, რა თქმა უნდა, კანონპროექტი თავის ქმედებას და უკვე სექტემბრისთვის მიეწოდება ეს აკრებულოს. საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს, ესე ვთქვათ რა, ის ნორმები, რომელიც დღეს არის. რაც შეეხება რამდენად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, ეს ესეთი ცალსახა პოზიცია არის, ძალიან კარგია, რომ ეს ესეთი განსახილვად გამოდის და ჩვენ ამას ვიხილავთ, ასე ვთქვათ. ფართო, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში, ან პროფესიულ საზოგადოებაში. მე მომწონს ის დამოკიდებულება, რაც არის დღეს მერიაში, ეს არის გახსნილად მსჯელობა. ფაქტის წინაშე კი არ დგებიან დეველოპერები, არამედ ვიხილავთ ჩვენ ამ საკითხებს ერთად.